5-10 წლის წინ მამების თაობისთვის სასურველი ტელეფონი რომ აგვეწყო, სავარაუდოდ აგურის ზომის იქნებოდა. მასიური ელემენტით და მაღალი ზარის ხმით. გამძლეობა ისეთი კედელსაც რომ გაანგრევდა. ახლა კი როგორღაც და რატომღაც Honor-მა გადაწყვიტა ყველა ეს მახასიათებელი დაეკმაყოფილებინა და შეძლო შეექმნა ისეთი ტელეფონი, რომელიც ყველა აქამდე ხსენებულ კატეგორიას აკმაყოფილებს და თანამედროვე სმარტფონის ყველა სტანდარტში ჯდება. გამარჯობა, მე გიორგი ვარ და დღეს ჩვენი სტუმარია Honor X9D. Honor-მა ამ ტელეფონის გამძლეობაზე ისეთი აქცენტი გააკეთა, რომ სხვა ბრენდებს მსგავსი მიდგომა იშვიათად ჰქონიათ. ტესტირებისას ტელეფონს პლაზმა ქენონიც კი ესწოლეს და ის მაინც გადარჩა. ეს არის პირველი ტელეფონი IP69K დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 1 მეტრამდე წყალში 30 დღე დატოვებ, მინიმალური ზიანი იქნება. უძლებს მარილიან წყალს, სუპერ ნესტიან ადგილებს 2.5 მეტრიდან დავარდნას, მტვერს და თითქმის მდუღარე წყალს. 30 გრადუსიან ყინვას და კერხერით გაეთხვასაც კი. ხომ მტვრის და წყლის ნაწილაკები რომ არ დარჩეს ტელეფონში, ორმაგი სპიკერის დახმარებით კონკრეტულ სიხშირეებს გამოსცემს და დევნის ყველაფერს ზედმეტს ტელეფონიდან. ამ ყველაფრის ფონზე ის თითქმის ჩვეულებრივ სმარტფონს გავს. მაგრამ არა, აქ არ დამთავრებულა ყველაფერი. ტელეფონს აქვს 8300 მAh-იანი ელემენტი, რაც დღესდღეობით ერთადერთია მსგავს კატეგორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რევერს დატენით ზოგ სმარტფონს ორჯერაც კი დატენებს და ენერგია თვითონაც დარჩება. ალბათ გაიფიქრე, რომ ასეთი ელემენტი დიდხანს იტანება, მაგრამ არა. მას აქვს 66 ვატიანი სუპერჩარჯი, რომელიც ტელეფონს სუპერ სწრაფად მოხდავს. ხშირად ასეთ ტელეფონებს ძლიერი მონაცემები ეკრანის ხარჯზე აქვს ხოლმე. თუმცა აქ ასე არ არის. ამ მოდელში ვხვდებით ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ეკრანს, 6000 ნიტიანი სიკაშკაშე, 120 ჰერციანი AMOLED დისპლეი. ეკრანი მუშაობს წვიმაშიც და მისი გამოყენება ხელთათმანიცაც კი შეგიძლია. ასე რომ ამინდი და გარემო ვერ შეგაფერხებს. აქვს 1.5K რეზოლუცია, 6.8 ინჩიანი ფართო პანელი, პატარა ჩარჩოები, DCI პისამი ფერების სრული დაფარვა და ახალი თაობის OLED ტექნოლოგია. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ სურათი იყოს მკვეთრი, ნათელი და რეალური. და რაც თავარია, Honor-ის თვალის მოვლის ტექნოლოგია აქაც მოქმედებს. ეკრანი გამოირჩევა დაბალი ლურჯი სინათლით, ულტრა დაბალი სიკაშკაშის რეჟიმით და 3240 ჰერციანი ციმციმის სიხშირით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ეკრანი არა მხოლოდ ვიზუალურად დახვეწილია, არამედ ზრუნავს შენზე. და კიდევ ერთი მაგარი ამბავი. Honor-მა ჩიპსეტზეც არცადა დაზოგვა და გვხვდება Snapdragon 6 Gen 4, 4 ნანომეტრიანი არქიტექტურა, რაც ამ საფასო კატეგორიაში იდეალური მაჩვენებელია. რაც შეეხება გადახურების თავიდან აცილებას, Honor-მა დაამატა Vapor Chamber-ი, რაც დამატებით კომფორტს ქმნის. ტელეფონს არც AI ფუნქცია მოაკლეს და ახლა შეგიძლია ფოტოში დახუჭული თვალი გაახილოთ, ზედმეტი ნიუთები ამოშალოთ, ან არეკლი გააქროთ, ან სულაც რეზოლუცია გაუზარდოთ დაბალი ხარისხის ფოტოებს. კამერაში გვხვდება საინტერესო ფუნქციები, მაგალითად ოპტიკური სტაბილიზაცია, რაც დაბალ განათებაშიც უბადლო ფოტოებს გადაიღებს. ეს მონაცემები კი მსგავს კატეგორიაში იშვიათად გვხვდება. მოკლედ Honor-მა მართლაც საინტერესო მოდელი გამოუშვა. თქვენ შეგიძლიათ ტელეფონი ალტაში თქვენი თვალით ნახოთ და დარწმუნოთ, რომ ის არც აგურის ხელაა და არც მძიმე. ჩვეულებრივი სმარტფონია. შემდგომ კი თუ შეძენას დააპირებთ, იცოდეთ, რომ ალტაში მას საჩუქრად Smart საათი Honor Choice 2i მოყვება. დღეს კი სულ ეს იყო მეგობრებო. დამატებით ინფორმაციისთვის ეწიეთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ლინკს. მე კი დროებით დაგემშვიდობებით.